შეხედე ამ სცენას. აქ ვერ იპოვი ვერც ერთ სახეს, რომელიც იმ მომენტს გავს, რომელსაც ისტორია გამარჯვებად აღწერს. ეს არის ჯვაროსანთა შესვლა კონსტანტინოპოლში. სურათი, სადაც შინაგან დაძაბულობას დელაკრუა უშუალოდ ომის მძაფრის სიუჟეტის კი არა, არამედ მის შემდგომ განვითარებული მოვლენების აღწერით იწვევს. 1204 წელს ჯვაროსნები იერუსალიმისკენ მიემართებოდნენ, მაგრამ მათი გზა მოულოდნელად იცვლება და ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი სრულიად ახალ რეალობაში იღვიძებს. დელაკრუა სცენას მაღალი წერტილიდან იწყებს და თვალწინ გადაგვიშლის უკანა პლანის ფართო პანორამას, სადაც კვამლში გახვეული კონსტანტინოპოლი ოქროს რქისა და ბოსფორის ლურჯ წყლებთან ერთად ჩანს. დელაკრუა ომის შემდგომ ქაოსს თეატრალურად წარმოგვიდგენს. ანტურაჟი და ადამიანები საერთო ჯამში ვერტიკალურ რიტმს ქმნიან, რომლის ცენტრალური პერსონაჟია ბალდუინ პირველი. ქვემოთ ვხედავთ მგლოვიარე, სასოწარკვეთილ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ გაიგონ თუ რა ელოდებათ. ეს კომპოზიცია ქმნის ისეთ განცდას, თითქოს ჩვენც ამ სცენის ნაწილი ვართ. აღსანიშნავია სურათზე გამოყენებული წარმოუდგენლად მდიდრული ფერები, რომლებიც თვალს იტაცებს და სწორედ ამიტომ ეს ნამუშევარი რომანტიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქმნილებად ითვლება. თუ მოგეწონა ვიდეო, გაუზიარე მეგობრებს და გამოიწერე ჩემი გვერდი მეტი საინტერესო და შემეცნებითი შინაარსისთვის.